ოზურგეთში ქართული ხალხური სიმღერების დიდი მოამაგის, ლოტბარის, ანსამბლ რუსთავის ხელმძღვანელის ანზორ ერქომაიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ყოველწლიური ღონისძიება გაზაფხულის სიმღერა დაფუძნდა. ღონისძიების პირველი აქტივობა ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრთან გაიმართა, სადაც ანსამბლ მართვესა და ოზურგეთის სალუტბარო სკოლის მოსწავლეებმა ანზორ ერქომაიშვილის სახელობის სტელა შეამკეს და რამდენიმე სიმღერა და საგალობელი ერთობლივად შეასრულეს. ამის შემდეგ ორივე გუნდი ქალაქში მსვლელობით ოზურგეთის კულტურისა და დასვენების პარკისკენ გაემართა, სადაც მათ პარკის ამფითეატრში ერთობლივი კონცერტი გამართეს. სცენაზე ერთმანეთს ქართული ხალხური მრავალხმიანობის ნიმუშები ცვლიდა. მართვემ და ოზურგეთის სალუტბარო სკოლის მოსწავლეებმა მსმენელებს მრავალფეროვანი რეპერტუარი წარუდგინეს. სასიმღერო ნომრებს ქორეოგრაფიული გაფორმებაც ამშვენებდა. კონცერტში მონაწილეობა მომღერალმა მარიამ ერქომაიშვილმაც მიიღო. ბოლო აქტივობით კი მართვემ და ოზურგეთის სალუტბარო სკოლის მოსწავლეებმა სოფელ მაკვანეთში ნაკაშიძის გორაზე ერქომაიშვილების საგვარეულო საფლავები მოინახულეს. პარაკლისშიც მიიღეს მონაწილეობა, სადაც ორივე გუნდმა იგალობა. მე დიდი მადლობა მინდა გადავხოთ ოზურგეთს. დიდი მადლობა მინდა გადავხოთ ბატონ ანზორის, მის საპატივცემულოდ ჩამოვედით მართვე ოზურგეთში. ჩვენ პირობა დავდეთ 2 წლის წინ, რომ მართვეს დაბადების დღეს 31 მაისს ყოველთვის ჩამოვალთ ოზურგეთში, ჩავატარებთ კონცერტს ადგილობრივ ბავშვებთან ერთად. მის შემდეგ ავალთ სასაფლაოზე იმ ცნობილი მომღერლების ერქომაიშვილების გვარის სასაფლაოზე. პატივს მივაგებთ მათ სულებს, რაც რამდენიმე საგალობლებს შევასრულებთ. და კვირდებით, რომ ყოველ წელს არაფერი ხელს არ შეგვიშლის, არავითარი მიზეზი ამ დიდი ადამიანის ბატონ ანზორის საპატივცემულოდ მართვე ყოველთვის იქნება ოზურგეთში ამ დღეს მის პატივის მისაგებად და რაც შეიძლება ბევრ ადამიანს გაუთმოთ გული და არ უნდა შეხსენება, მაგრამ მაინც შევახსენოთ ვინ იყო ეს ადამიანი და რამდენად დიდი ადამიანი იყო, რამდენად დიდი საქმე გააკეთა საქართველოსთვის და ზოგადად ოზურგეთისთვის.